მეგობრებო, მოკლედ, ეხლა მურა თუ გინდა ცოტა სიმოტრიალდი რომ იმან არ დაგღალოს ბზენდა გვერდიდან ლამაზად გვაქვს. ესე იგი, ეხლა აქ გვილაგია Browning Maxus 2, Air Control Extreme, Retai მასაიმარა და ისევ Air Control Extreme MR უпростоრად. აი ესეთი თოფები არის. მასაიმარა ვიცი 24 გრამიანებს არ ტენის. Вообще უხმა, вообще ბოდიში ამ სიტყვაზე საერთოდ უხმარი თოფია 1, მეორე. ეს ორი კარგად ნახმარი თოფია და პირდაპირ გვაინტერესებს 24 გრამიანებზე რა სიზავს ექსპრომტად ტესტების დაწყების წინ. ხო და ისა რა ქვია. აბატონო ჩემო, ოღონდ მურად ამაზე სრული ჩოკი გვიყენია, მაშინ ამაზე სრული უნდა დავაყენოთ, რომ შევიწროების შესაბამისად გადატენოს. ან იყოს რა, ნახოთ რომელი რა სიზავს. 2 თუ 3 ვქნათ, 3 ჯობია. 1 2 3 4. 4 თოფის 3. კი ბატონო. 2 შეიძლება 1 რაღაცა გადაწყვეტოს. კი ბატონო. დაიწყო ბრაუნინგით? დაიწყე ბრაუნინგით. ბრაუნინგი Maxus 2. Cleveris 24 გრამი. Cleveris 24 გრამიანი სპორტული ვაზნა. მალადეც მაო ბრაუნინგს. არ ველოდი 18.7 მქონე თოფი თუ ამ ვაზნებს დაამუშავებ და ოღონ მალადეც მართლა ბრაუნინგს რა. ნაღდათ არ ველოდი. თან მურად რაკენ იცი დასკვნები გააკეთე შეგრძნებებზე უკუცემებში რომელი უფრო მეტად ურტყავს ასე რომ ვთქვათ. აი ლოყაზე ხო, მხარი ლოყა ერთიანობაში რომ ის შთაბეჭდილება გვითხრა მე ასე რომ ვთქვათ რა. ჩაბარებულია გამოცდა. მალადეც, ყველა საყენია ასე რომ ვთქვათ ძლიერი შევიწროებები ამ შემთხვევაში. მასაიმარა ვიცი რომ მიქარავს. არ გადატენის. იმიტომ გაძლიერებული გარდა მაგ. ხო, ნუ მოკლედ არ გადატენის ზუსტად ვიცი. აი. всё, გადადე. ვიცი რომ არ ტენის და აღარ ღირს წვალებად, გადადე. გამოიღე ისიც. აი, ვაზნები იყოს და მე. მასაიმარა არ ტენის 24 გრამიანებს. არც ევალება თავისი გათვლებიდან და გეომეტრიიდან და რაღაცეებიდან გამომდინარე. ზოგი მასაი ტენის, მაგრამ ძირითადში მასაი არ ტენის რა. Retai Air Control Extreme. ახალი სუპირველად ისვრის ჩვენ ხელში. ეს თოფი და რა თქმა უნდა მურადის შავი Air Control Extreme-იც პირველად გავარდა ჩვენ ხელში რა. ისე. დავაი. უპრობლემოდ დაამუშავა 24 გრამიანები. მეტი რა უნდა თქვას თოფმა. თან საერთოდ გაუსროლელი, საერთოდ არანაირ დამუშავება არ აქვს თოფებს. ორი განსხვავებული, ასე რომ ვთქვათ, მოდელი ვიზუალური კუთხით, მაგრამ ტექნიკური კუთხით ერთი და იგივე არიან. სრულიად გაუსროლელი თოფი ისვრის 24 გრამიანებს. მურად, ეხლა რა სიტყვი შენ? შეგრძნებები უკუცემებში. დიდი სხვაობა არაფერი. ნუ დაბალი გრამია და არ იგრძნობა სიუხეში ზოგადად, ყველა იყო კომფორტული. კაი ბატონო ჩემო, ეხლა გადავდივართ შემდგომ ტესტზე, რასაც ქვია მისროლის ტესტები და ბალისტიკური მაჩვენებლები. აბა წავედით. მოკლედ ვიწყებთ ტესტს. მითხარი მურად რა ვაზნა არის? Remington-ის 5 ნომერი, 34 გრამი. 34 გრამიან. ვიწყებთ მასაიმარათი. სრული ჩოკით. სამიზნე გამზადებული გვაქვს. 35 მეტრში, ანუ კლასიკურ მანძილებს ვითვისებ ჯერ და მე შეიძლება გავაკეთოთ გადასროლები კიდე 50 ან 55 მეტრაზე ან 60-ზე. ვნახოთ, რას მოვიფიქრებთ. ესაა ჩვენი 35 მეტრი, ხო? კი ბატონო. ისროლა? დავაი. კარგია.
ეს არის მასაი მარას მისროლა სრული ჩოკით. რამდენ გრამიანი იყო მურაად? 34 გრამიანი რემიგდონი 5 ნომერი. მიიტანა 218 მარცვალი ერთჭრილიანი ჩოკით და ესეთი ძლიერი ცენტრი აჩვენა. ამ ქაღალდის ზომა არის 80-80-ზე. ხო 80-80-ზე არის. ამ ქაღალდის ზომა და ისა ჭრა აჩვენა 12 მილიმეტრი. ერთ ცალს ფიცარიც ჰქონდა გახვრეტილი. ნახოთ, სხვების თუ გახვრიტავს ფიცარს, მაგრამ სტაბილური ჩასვლა რაც იყო დაახლოებით 12 მილიმეტრამდე. 11 და 65, 12 აი ესე დადიოდა მილიმეტრებში. და ესეთი ძლიერი ცენტრით და ძლიერი მიტანით 35 მეტრაზე რა. ნახოთ ახლა სხვები რას იცავს. ეს არის კლასიკური მანძილი, სადაც უნდა შევამოწმოთ თოფი. რომელ სივრცეშიც, აი ამ ერთ სივრცეში გადის ყველა საფანტი, რაც თოფიდან მოფრინავს. იმიტომ არის 35 მეტრა არჩეული სატესტო მანძილად. 35 მეტრის მერე, 37 მეტრის მერე საფანტი იწყებს დაყრას დაბლა. და იმიტომ არ არის სხვა მანძილი მიჩნეული სატესტოდ კლასიკური შედარებისთვის. ესე იგი, რეტაი Air Control Extreme R რემიგდონის 34 გრამიანი 5 ნომერი. სროლელი მურად ახმედოვი. უკუცემი შთაბეჭდილება მასაისთან შედარებით. ძალიან ძალიან. ხო არა, ანუ რეალურად მუშაობს ის კომფორტები, რაც აქვს დამატებული. ხაშო დამარტყე მე მეტკი ნახარი რა ის ვიგრძენი, მაგრამ ამაზე კომფორტული. ხო, და თან თითქოს განგრძობითი იყო პროცესი და იქ ძალიან ჭახია მოცემული. ლოკაზეც კი კარგად მუშაობს, ანუ რო კომფორტულია ძალიან. ანუ რეალურად ის კომფორტები, რაც აქვს ჩართული მუშაობს. ეგ გვაინტერესებს ჩვენც რომ მივიტანოთ მაყურებლამდე. წავედით ახლა შედეგი შევაფასოთ, რა თქმა უნდა ერთჭრილიანი ჩოკით ხდებოდა გასროლა. ეს არის რეტაი Air Control Extreme-ის ჩემი თოფის მისროლა. ცოტა მაღლა მოგვივიდა, ხედავთ რომ ძირითადი ჯგუფი იწყება აი აქედან და რამდენიმე მიყრა ქვევით, მაგრამ მიუხედავად ამისა 212 მარცვალი მაინც მიიტანა, წეღან მასაი მიიტანა 218, ნუ 6 მარცვალშია სხვაობა 10 დენილი სროლიდან გამომდინარე, თორე მასაისნაირი მისროლა მაინც ექნებოდა. ოღონდ მეჩვენება და მურადით იძახის რომ უფრო უკეთესი განაწილება აქვს. ეხლა ეს მასაის და Air Control Extreme-ის სხვაობა კი არ არის. ორი მასაი ან ორი Air Control Extreme რო ვისროლოთ, იქაც არის განაწილებებში და მარცვლების რაოდენობაში სხვაობები. მაგრამ ანუ თავს იჩენს რომ კარგი თოფია, ასე რომ ვთქვათ, დამაჯერებლად მუშაობს განაწილებაზე. ჭრაზე, როგორ ვთქვა, მასაი მარას აჯობა იმ გაგებით რომ 12 მარცვალზე ქვევით არ მოდის ჭრა და 15 მარცვლიანებიც ბევრი ვნახეთ რა. მარცვალი კი არა, მილიმეტრიანები. როცა მასაის 11.5 12-მდე ქონდა მაქსიმალური, ნუ ეხლა ერთ მარცვალს იქაც ქონდა ბოლომდე გატანილი ფიცარი, მაგრამ დანარჩენი არ იყო რა, ბოლომდე გატანილი. აქ ეს 12-დან 15 მილიმეტრამდე იყო თანაბრად შეზავებული შეღწევადობები და ნუ ამნაირი ჯობია, რა თქმა უნდა, ვიდრე ერთმა მარცვალმა გახვრიტოს და სხვას უფრო ძალა არ ქონდეს. ანუ ჭრის კუთხით და განაწილების კუთხით ჩემს მასაისთან შედარებით ჯერჯერობით მომწონს, ასე რომ ვთქვათ, რაღაცა გადასარევი და ფენომენალური შეიძლება ვერ არის, მაგრამ უკეთესი არის. როგორც აი ამ კუთხით რაც ვისაუბრეთ, ისე კომფორტული გასროლების კუთხითაც. წავედით ახლა ვნახოთ სხვა თოფები. მოვიდა შავი Air Control Extreme-ის დრო. აი სულ რომ მეკითხებით რომ გადამრგვალებული თუ აქვს, აბატონო ჩემო, გადამრგვალებული ვერსია. შავები გადამრგვალებული ვერსიაში ქონდა მარტო რამაზის მაღაზიას და კეხიანები უფრო იმაში იყო, რა ქვია, სულ კამუფლირებულებს შავებში არ ქონდათ რა, რო იცოდეთ. 34 გრამი რემიგდონი 5 ნომერი ერთჭრილიანი ჩოკით. კი ბატონო. კი ბატონო. იგივე არის ყველაფერი. იდეალურია ყველაფერი. წავედით. მარცხნივ მომივიდა. გავამეორებთ თუ რაღაცა. მოკლედ ეს არის
შავი რეტაის მისროლა. მშვენიერი ცენტრით, მშვენიერი გადანაწილებით 207 მარცვალი მიიტანა. ჭრა ჩემ მასაიმარაზე მეტი აქვს, ანუ ჩემი air control extreme-ით აქვს ამ შავ air control extreme-ს. ფაქტია, რომ რაღაცა უფრო მეტი დევს ამ თოფებში ჭრის კუთხით, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ესე არა. ლულის გაბურღვით არის 18 და 3, ჩემი მასაიმარაც და ეს ორივე air control extreme ახლები რაც არის რა. ხო და აი ესეთი ლამაზი განაწილებით გამოიჩინეს თავი ბატონო ჩემო რა. მარცვლებს შორის უნიშნულო სხვაობებია 5 მარცვალი, 6 მარცვალი, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, თავარია განაწილება. და განაწილება არის იდეალური. ერთი ესე მოატრიალებურად ზეზეც ვანახოთ ხალხს. ხო. კაი, всё. ხო ბატონო ჩემო. აი ესეთი განაწილებით არის მოკლედ რა. როგორც სიგანეზეა გასული, იგივე სიმაღლე უჭირავს ზუსტად. არავითარი ზედმეტი გადაფანტულობა ალბათ ხედავთ რა. სუქარი რატო გუჭირ? ძალიან კარგია მოკლედ. ბრაუნინგი Maxus 2. სრული შევიწროებით, ანუ 1 ჭრილიანი ჩოკი გვიყენია, რომელიც ლულასთან მიმართებაში მოდის 0.8 შევიწროებით. რეტაის შემთხვევაში, ახალი რეტაების შემთხვევაში მოდიოდა 0.90 შევიწროებით და ჩემი მასაიმარას შემთხვევაში მოდის სრული 1 ჭრილის შევიწროებით რა. ნახოთ ახლა ბრაუნინგი რას იზავს თავის საფირმო გასროლით, როგორ მოგვაწონებს თავს. კი ბატონო ჩემო, მიტანა ჭრაში. იდეალურია, როგორც ეკადრება გაზდამტენს, ისე ამოაგდო საექსტრაქციო ფანჯრიდან. Black Mamba და Browning Maxus 2. ნახოთ რას იზავს Black Mamba, ძალიან გვაინტერესებს. აქ უკვე გამოცდა ჩაბარებული ბიჭები ისვენებენ. ხელით გადაჭერა შველის არა ყოფ. კი. ისე 34 გრამი. ისე 34 გრამი Remington 5 ნომერი 35 მეტრ. კლასიკურად ყველაფერი მოკლედ. ესე იგი, ეს არის Browning Maxus 2-ის მისროლა. Pattern Master-ის Black Mamba-თი 5 ნომერი 34 გრამი Remington 35 მეტრ. ოდნავ გვერდზია ნასროლი, მაგრამ გავამეორით რამდენიმეჯერ და მოკლედ თოფის მოცემულობა არის ეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თოფი ვერ ჯდება სტანდარტებში. 15 სანტიმეტრი მარცხნივ, 15 სანტიმეტრი მარჯვნივ, 10 სანტიმეტრი ზევით ან ქვევით, ცენტრიდან გადახრა საფანტის კონის კლასიკურ სტანდარტებში ჯდება როგორც ჩვეულებრივი მოცემულობა და არ ითვლება დარღვევად და თოფი არ იბრაკება, ასე რომ ვთქვათ რა. და აქ ალბათ მაქსიმუმ 10 სანტიმეტრიანი დარღვევა თუ გაქვს, მაქსიმუმ გვერდზე გასვლით რა. და 202 მარცვალი მიიტანა მოკლედ Black Mamba. ჭრა ქონდა 10 მმ-იანი, რაც არის დამაკმაყოფილებელი. საერთოდ Black Mamba ჩემ თოფზე, ჩემს მასაიზეც ჭრის მაქსიმალური შესაძლებლობებით არ გამოირჩევა, უფრო თანაბარი სტაბილური შეღწევადობით გამოირჩევა, მაგრამ ეს Black Mamba ამ იმასთან Maxus-თან შევიწროებით მოდის 0.35. აი 0.35 შევიწროების კვალობაზე, აი 35 მეტრაზე ისი აქვს მოტანილი, რომ 60 მეტრამდე ჩვეულებრივ იმუშავებს. ჭრაც აქვს დამაკმაყოფილებელი, არა სასწაული და გადასარევი და ფენომენალური, მაგრამ აქვს დამაკმაყოფილებელი.
რეტაებმა თავის სრულ ჩოკებზე უფრო მეტია შევიწროება და ჭრაც შესაბამისად მეტი იქნება. კი ვნახეთ, რომ 13, 14, 15 მმ-ამდე ავიდნენ, ანუ რადიკალურად განსხვავდნენ. და Black ხო და ეხლა ვისვრით სრული ჩოკით, ასე რომ ვთქვათ, ბრაუნინგიდან და იმის ჭრასაც მოგახსენებთ, ასე რომ ვთქვათ, როგორ არის და რანაირად არის. ძალიან იდეალური მიტანა და განაწილება აქვს, რაც შეეფერება Black Mamba-ს. და ცენტრი როგორი აქვს უყურეთ. ცენტრს და ისა რა ქვია 0.35 მოდი შევიწროება, ესეც გაითვალისწინეთ შევიწროების კვალობაზე, აი ფენომენალურია ყველაფერი რა. ეს არის ისევ Browning Maxus-ი, თავისი 1 ჭრილიანი ჩოკით, რომელიც შევიწროებით მოდის 0.8 ლულასთან მიმართებაში. აქაც ხედავთ, რომ ზუსტად იგივე დოზით რაღაცა მაქსიმუმ 10 სანტიმეტრით გვერდზე დაჯდა მისროლის ცენტრი და ჯგუფი, რაც კიდევ ვიმეორებ, რომ არის კლასიკური მოცემულობა და არ ითვლება დარღვევად და არ ჭირდება ტექნიკურად სხვანაირი დამიზნება ფრინველს. ყველა ვარიანტში იგივენაირად ხდება ფრინველს საფანტის ქონა, როგორც აბსოლუტური დამიზნების ცენტრში მიქონდეს თოფს. აი ესეთი რაღაც თან თანაბარი განაწილებით, თან უჩვეულო განაწილებით, რაღაცნაირად შერეულად არის განაწილება, თან კარგია და თან თითქოს რაღაცებზე გული მეხარვეზება. იქიდან გამომდინარე, რომ ბრაუნინგია, თორე ეს რო იყოს, თქვა, თურქული ჩვეულებრივი თოფი, მაშინ კი ბატონო ჩემო, შეიძლება მეთქვა სასწაულია მეთქი. 185 მარცვალი მიიტანა თავისი 1 ჭრილიანი ჩოგით, ვაზნა იგივეა, რასაც თლიან სატესტო იმაში ვაკეთებთ. ისა Black Mamba მიიტანა 202 მარცვალი, ესე იგი რა გამოდის, რომ 17 მარცვლით მეტი მიიტანა Mamba-მ, როცა ამაზე ნაკლები შევიწროება აქვს, მაგრამ ჭრა ქონდა ამ 1 ჭრილიანს უკეთესი Black Mamba-სთან შედარებით. ეს ჭრა იყო 13-14 მმ-მდე, როგორც რეტაის თოფები ადის, იგივენაირად ადიოდა. რაღაც მომენტში ახლა ვიღაცა მიგერძუება შეიძლება ჩამითვალოს, მაგრამ სიმართლის ლაპარაკი მიყვარს. ასე რომ ვთქვათ, მილიმეტრებით, მაგრამ რეტაებს პლუსები ქონდა. თუმცა ესეც არ ჩამოუვარდებოდა. ანუ თუ გავწურავთ, ანუ ევროპული თოფი და თურქული თოფი, ასე რომ ვთქვათ, ხო? ანუ ვერ უპლუსებდა ეს ევროპული თოფი თურქულებს. ამის თქმა მინდა, ან მოდიოდა თანაბრად, ან ერთი ბიჯით ქვევით რა, რაღაცა 1 მმ-ით და რაღაცა მიასედებით რა. ესეთი არის ამისი მიტანა. ანუ ჭრა 13-14 მმ-ის ფარგლებში, ქვევითაც მოდიოდი 9 მმ-მდე, როგორც სხვა თოფების შემთხვევაში. მარცვლების რაოდენობა Black Mamba-ზე ნაკლებია, ანუ საერთო ჯამში Mamba მუშაობს, მე ამისი თქმა მინდა და იმისი ჭრა ისეთი იყო, რომ მიტანა თავისი ჭრით Black Mamba უკეთესად იმუშავებს რეალურ სანადირო პირობებში. ძალიან ძლიერი ცენტრი ქონდა ამავდროულად Mamba-ს თავის 1 ჭრილიანთან შედარებით. ეხლა დაგვჭა ახალ რეტაიზე, რეტაის Black Mamba-ის მისროლა და ვნახოთ რა იქნება. რეტაი Air Control Extreme Black Mamba-თი, მანძილი, ვაზნა, ყველაფერი იგივეა. გვაინტერესებს Black Mamba როგორ იმუშავებს ამ ახალ თოფებზე. შეფართებითობაში, რა თქმა უნდა, ბრაუნინგთან. ბრაუნინგი მოკლედ ცუდ დღეშია დღეს რა. დავაი და დასცხე მურად. ეს არის Pattern Master-ის Black Mamba, არ გინდა მურად, კარგია, იდეალურია ესეც. ეს არის Pattern Master-ის Black Mamba, ახალი რეტაი Air Control Extreme-დან ნასროლი 35 მეტრა. მარცვლების რაოდენობაშიც ამოქაჩა, ანუ შავი Air Control Extreme-დან გვაქვს ნასროლი. მარცვლებშიც ამოქაჩა და განაწილებაში ხო, აი რაც მოეთხოვება, ის გააკეთა აბსოლუტურად, ასე რომ ვთქვათ რა. იდეალურია, 215 მარცვალი მიიტანა, 13 მარცვალ ნახევარი 12 მარცვალ ნახევარზე ქვევით არ მოდიოდა ჭრა და 14-მდე ადიოდა. ანუ თავის ჩოგით როგორი ჭრას დააფიქსირა, იგივე დააფიქსირა ამითაც. იმიტომ რომ შევიწროვებით ერთნაირად მოდიან. 0.9 შევიწროვებით მოდის ეს Black Mamba-ც და თავისი ჩოკებით ახალ რეტაებთან რა. აქედან გამომდინარე, Mamba-მ თავისი სიტყვა თქვა განაწილებაში და ჭრაშიც მივიღეთ იგივე შედეგი რა.
მალადეც ამ კომბინაციას. ეხლა ჩემი რეტაიდან ვისვრით ამ ყველაფერს ერთჯერ კიდე. რეტაი Air Control Extreme R. ეს R არის კუზის აღნიშნული. შავი Black Mamba. ორ დაირაც ქართულადაც და ინგლისურადაც. გვაინტერესებს რაც იზავს სხვა დანარჩენი ვნახეთ. აბა კეთილი იყოს ჩემი ხელი ამ თოფზე. პირველად ვისვრით. აშკარად უფრო კომფორტულია. ლოკაში ყოველ შემთხვევაში ძალიან კომფორტულია. არანაირი დისბალანსი რა. აუ, გეხოცები, просто ერთი მასა იმარა დისროლე რა. რატო? აი, просто რა ჰაერში ისროლე რა. რატო? აი, просто უცებ, ანუ ის შეგრძნება რა. ეგ არა, იგივე ვაზნა. ეგ 24-იანია. და აი, просто აი შედარებას ეგრევე მიხვდები რა. ჰაერში ისროლე სადმე რამე. არა, ძმაო, არა. იციხლება. რეალურად უკუცემაში არის. ეს არის ჩემი Air Control Extreme კამუფლირებული, ასე რომ ვთქვათ. 5 ნომერი 34 გრამი რემიგდონი Black Mamba-თი ნასროლი. ოდნავ გვერდზე მაქვს ნასროლი, სულ ოდნავ ეს მე ვესროლე კიდევაც შეხედავდით. მაგრამ ცენტრს მაინც ვხედავთ სად არის და 179 მარცვალი მიიტანა. აი ასეთი განსხვავებული მიტანები აქვს ზოგადად ბრენდულ ჩოკებს თოფებთან მიმართებაში. ანუ ბრენდული ჩოკის ყიდვა რო გინა თუ არა ეს უეჭველი მოერგება ჩემ თოფს და всё, დავაი შეუბეროთ. ესე არ არის. მურადის თოფზე ამოქაჩა თავის ჩოკებთან შედარებით მარცვლების რაოდენობა პირიქით დააპლიუსა, ჩემთან შედარებით დაამინუსა, მაგრამ ზოგადად Pattern Master-ის და Black Mamba-s ხასიათი არის ეს, რომ რაც არ უნდა ცოტა მარცვალი მიიტანოს, აი უიდეალურესად ანაწილებს, ისე რომ არ არსებობს რომ იქ ფრინველი გაგეპაროს რა და აქედან გამომდინარე არის ძალიან სტაბილური ჩოკი, მიტანის კუთხით არის სტაბილური. სულ 10-დან 9 ჯერ იცვრის ერთი და იგივე, ასე რომ ვთქვათ, გეომეტრიით რა. რაც ძალიან დიდ პლუს გაძლევს ნადირობაში, რომ გამოასწორო შენი შეცდომები დამიზნებაში და ასე შემდეგ. ჭრა ქონდა 13 მარცვალი, 13 მარცვალი ნახევარი, 10 მარცვლიანიც უფიქსირდებოდა, 10 მარცვლიანი კი არა, 10 მმ-იანიც, ანუ დამაკმაყოფილებელი ყველაზე დაბალი იყო 10 მმ, 13 ნახევარში დადიოდა ძირითადი მარცვლების რაოდენობა. აი ესეც საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგები აქვს. დაახლოებით იგივე საკითხებს ჩემს მასაიმარაზეც ეს Black Mamba, მაგრამ ნადირობაში შედეგები მაქვს უნიკალური და უბწყინვალესი რა. ამ შემთხვევაში ჩემთვის მარცვლების რაოდენობა ბევრს არაფერს არ ლაპარაკობს, მთავარი არის სწორი და თანაბარი განაწილება. პირიქით, აქ უფრო კვებით იღირებულება ფრინველს მეტი შერჩება, ზომიერად მოხვდება საფანტი და ასე შემდეგ. თუმცა აი იმ ფიცარზე ერთ ხელის დადება ფიცარია, რა ვთქვათ, ხო, აი რამხელა ფიცარია. 20 მარცვალი მაინც მოვარტყა მიუხედავად ესეთი პატარა იმისა, რა ქვია. ცოტა საფანტის მიყრისა რა. ეს არის 12-13 სანტიმეტრიანი. კი ბატონო, ხო რა. 35 მეტრა. ამას შვება Pattern Master-ი და ეხლა გადავალთ მალე short დისტანციებზე და მაგასაც შემოგთავაზებთ რა. ასე რომ მე აიხლა თავს საერთოდ არ ვზნობ უბედურად, რომ აქ მარცვლები დამაგდა, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს თავის განაწილებით იმუშავებს 60 მეტრამდე უპრობლემოდ და უნიკალურად. ასე რომ თქვენც არ ინერვიულოთ. მოკლედ გონი ხალხს წაუღეთ ტვინი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ. თავისი მოყოლილი ჩოკით, რომელიც 0.30 მოდის მურადის თოფთან, 0.35 მოდის ჩემ თოფთან შევიწროებით. გვაინტერესებს რა სიზავს, რამდენად ოპტიმალური შევიწროება, ვთქვათ, საღამოს გადაფრენებზე და საშუალო მანძილებზე სასროლად. იგივე ვაზნა, იგივე მანძილი. კი ბატონო. აი ეს არის 5 ნომერი ნასროლი 35 მეტრიდან. პორტირებული ჩოკი რაც მოყვა, მოკლედ ამ ახალ თოფებს, რეტაის ახალ თოფებს, რომელიც 0.30-ით მოდის მურადის თოფთან შევიწროებით და ჩათვალეთ რომ არის Mamba რა, Black Mamba არის თავისი განაწილებით და ყველაფრით.
204 მარცვალი მიიტანა 35 მეტრაზე. ხო და Black Mamba მეგერ ჩემსაზე 200 მარცვალს ჩამოწდა ქვევით კარგად რა. აი ესეთი იდეალური მიტანა აქვს. ეხლა ფიცრი ჩადება და გვავიწყდა. და მოკლედ ერთი და იგივე ზომის ქაღალდებზე ვსაუბრობთ, რითაც დავიწყეთ მთლიანი ქაღალდის ზომა 85-85-ზეა რა. და იმ ზომებში გელაპარაკებით ამ მარცვლებს. ხო და ეხლა ჩემს ასაცვის ჩემიც მაინტერესებს. და ნახოთ იქ როგორ იქნება და იქ უკვე ჭრასაც გავზომავ და ჭრა ეხლა მონდადიცობს და ჩემთობს ერთნაირი აქ და გასაგები იქნება რომ აქაც იგივე იქნება რა. აი ესეთი იდეალური მიტანა განაწილებით უფანჯროთ ძლიერი ცენტრით ნახეთ როგორი ცენტრი აქვს უბრალოდ. ეს შორსაც იმუშავებს ჩვეულებრივ რა. აბა წავედით. დავაბნიეთ თავის 0.15 შევიწროება. ნახოთ რას იზავს. ზეღარ მურადისთვებზე კაი შედეგი ჰქონდა. აბა წავედით. მოგწონსა ძალა. ხშირად და იმან. ფლომასტერიც ნახნა. მოკლედ, აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვართ. რეტაიზე მოყოლილი გარე ჩოკით, აი აბსოლუტურად აღფრთოვანებული. ნუ ეხლა ჩემთობთან ეს 0.5, ნუ არა აქვს მნიშვნელობა, მოკლედ 0.10-0.15 შევიწროება არის. და 200 მარცვალი მიიტანა 35 მეტრაზე. ნუ 18 მარცვალით ნაკლები მიიტანა და რაღაცა სრულ ჩოკთან შედარებით, მაგრამ ეს 18 მარცვალი არაფერი არ არის. იმნაირი თანაბარი განაწილება აქვს და იმნაირი ძლიერი ცენტრი აქვს, აი დააგვიდით უბრალოდ. აი მეტი რა უნდა ქნას თოფმა ვერ ხვდები რა. აი იდეალური მამბაა რა, თავის მოყოლებული Black Mamba არის, მოკლედ ამ თოფზე ეს ჩოკი რა. ჭრაც შესაბამისად 11 მმ-დან 13 მმ-მდე ქონდა, ანუ 5 ნომერი საფანტი რო ვიანგარიშოთ, ეს არის 4 მარცვლიანი შეღწევადობა რა და აი ამ შევიწროების ჩოკს 4 მარცვლიანი შევიწროება ამ მანძილისთვის აი ძალიან მაგარი შედეგია. ეხლა ამ ჩოკებით პირდაპირ დავცხებთ 60 მეტრაზე რა, გვაინტერესებს რა იქნება რა. რა შედეგს მოგცემს. აბა წავედით. მოკლედ აღფრთოვანებული ვარ ამ მოყოლილი ჩოკით რა. არის პატარა შევიწროება, მაგრამ საქმეს აკეთებს იდეალურად. აი განაწილებას შეხედეთ უბრალოდ. როგორც სასრულებადია ესე ანაწილებს. მოკლედ მურადი დგას ეხლა 60 მეტრაზე და 60 მეტრიდან ესვრის ბრაუნინგი მაქსუსი Black Mamba. ჩვენი სამიზნე კი არის აგერ ბატონოჩი. აბა ვნახოთ რა იქნება. კარგია. ეს არის ბრაუნინგი მაქსუსის ნასროლი 60 მეტრიდან მიიტანა 62 მარცვალი, ეს არის 85 აი გაფანქრული სადაც არის, აი ეგზომა არის და ერთადერთი ვიტყვი რომ ერთადერთი ფანჯარა არის აი ეს, სადაც შეიძლება რომ იხვი ანქედანი გაიპაროს. დანარჩენი ახლა აგერ ჩანს კიდევაც მარცვალი არის. დანარჩენგან არსად არ არის. ამაშიც ვერ ჩაეტევა, ასე რომ თქვა, ანუ ფთებდაკეცილი და გააყუჩული იხვი და ქედანი შეიძლება ჩაეტიოს, მაგრამ დანარჩენი ვერაფერი ვერ ჩაეტევა რა. და აი ესეთი მშვენიერი ძლიერი ცენტრი, თვითონ ცენტრში არის ორი მარცვალი შავ ცენტრში მოხვედრილი, ხო და დამაკმაყოფილებელია, რასაც ჩემი თოფებით ვღებულობ, იგივე არის, აქაც არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ არც ცუდი, ანუ კარგი დამაჯერებელი ნასროლი 60 მეტრისთვის. მაქსიმუმი არის 60 მეტრა. სტაბილური სროლისთვის, როგორც ვიძახი ხოლმე. ნახოთ ეხლა რეტაი რას იზავს. ისევ 60 მეტრაზე მურადი თავისი რეტაით და დამაგრძელებელი ჩოკით, დაგრძელებული ჩოკით. შვენიერია ყველაფერი. დავაი! იდეალურ. მოკლედ ეს არის რეტაის დაგრძელებული ჩოკით, მოყოლილი ჩოკით 0.10-იანი შევიწროება, როგორც Black Mamba მოდის ბრაუნინგთან, იგივენაირ შევიწროებით მოდის 0.10-0.15-მდე რეტაის ლულასთან ეს შევიწროებით, ანუ ორი ერთნაირი შევიწროებით არის 60 მეტრაზე ნასროლი.
0.35 დავარქვათ, რო არ დავიგნეთ. ბრაუნინგმა მოიტანა 62 მარცვალი, რეტაიმ მოიტანა 61 მარცვალი, ერთ მარცვალშია სხვაობა, მაგრამ ბრაუნინგს უკეთესი განაწილება ჰქონდა ბლეკ მამბას ხარჯზე, ანუ მამბას რაც ახასიათებს, უფრო უკეთესად დაალაგა საფანტი. იმიტომ რომ იქ ჰქონდა ერთი დიდი კერა, აქ გვაქვს ერთი დიდი კერა, მეორე დიდი კერა და მესამე დიდი კერა, სადაც შეიძლება რომ ფრინველი გაიპაროს, მაგრამ აქაც როგორ არის, იცი? 70-30%-ობა ჩვენ სასარგებლოდ. 70-30 ფრინველისა რა. ასე რომ ვთქვათ 60 მეტრაზე ნასროლი ამ ჩოკით. ну და მე ვფიქრობ რომ მაინც კარგად დგას ამ მანძილისთვის ახლა 55 და 50 მეტრაზე ეს ჩოკი ჩვეულებრივ იმუშავებს, არანაირი პრობლემა არ ექნება. უბრალოდ მამბამ თავის პლუსი მაინც გამოავლინა რა. ეს არის თავისი სრული ჩოკით რეტაიდან ნასროლი 60 მეტრიდან. მიიტანა 58 მარცვალი, მაგრამ უყურეთ როგორ გაანაწილა, ფაქტიურად ფანჯარა არსად არ დაჯდა და დაემგონა ბლეკმამბას მისროლას, თუ კიდე განაწილებაში უკეთესად არ გამოიყურება. 58 მარცვალი მიიტანა, ანუ მამბამ მიიტანა ბრაუნინგით 62 მარცვალი, მერე თავისმა პორტირებულმა ჩოკმა მიიტანა 61 მარცვალი, ამან მიიტანა 58 მარცვალი, მაგრამ მარცვლის ნაკლებობის მიუხედავად, როდესაც განაწილება არის კარგი და დამაჯერებელი, ის 2 და 3 და 4 მარცვალი არაფერს სხვაობას არ იძლევა შედეგობრივად. ამისით ხმა და ხაზგასმა მინდა ბატონო ჩემო 60 მეტრიდან ნასროლი აი როგორ ბურთივით არის უბრალოდ ნახეთ რა. ძალიან მაგარია. რა ვიცი, მე მგონი ამით მოვრჩით მურა დღეს და შე რა სიტყვის საერთო რეზიუმეს რა თოფმა გაამართლა. როგორც ბალისტიკურად, ისე კომფორტული თვალსაზრისით და ყველანაირად. კი ბატონო ჩემო, აგერ აუყურე ერთი ურემი ქაღალდი დავუყარეთ იმდენი ნატესტი გვაქვს. ეხლა ერთობლიობაში ამის დაალაგებას და გადაღებას ვერ ვასწრებთ. კამერა აჩენს ნათელს, თორე ფაქტიურად ღამურები გვეჯახებიან ის პერიოდია რა. ხო და წავედით და აბა რა ვიცი, ღმერთმა სულ ყველას ხელი მოგიმართოთ, ვინც გადაწყვეტ, ნამდვილად ღირს. იმას ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებულად უფრო მაღლა დგას ბალისტიკური კუთხით, ჩათვალეთ, რომ ძველი რეტაი და ახალი რეტაი არის ერთი და იგივე, გინდას ჭრის კუთხით, გინდას ბალისტიკური კუთხით, უფრო მეტი კომფორტები გვაქვს, გასროლებში რბილი, ლოყაზე საერთოდ ვერ გრძნობ უკუცემას და ასე შემდეგ და ანუ რა ნავაროტკაც აქ დამატებული რეალურად აქ და მუშაობს, ასე რომ ვთქვათ. რბილი უკუცემა და ყველაფერი კომფორტული, ასე რომ ვთქვათ რა და ნუ გამძლეობაც შესაძლოა. ხო, თობს რო ის გეფერება, მაგრამ ის სპორტირებული 0-30-იანი შევიწროება რასაც აკეთებს, ჩემთვის მაინც ფენომენალურია რა, რაღაცა დევს იქ რა. ამ მარა პრო გაბურღვა რეტაის რაც აქვს ჩოკი, რეალურად მუშაობს მანძილზე. აგერ ბლეკ მამბას დაუდგა გვერდით განაწილებით.